მოგესალმებით ჩემს გრაფიკული პროგრამირების კურსზე. პირველ რიგში მინდა გავიარო თქვენთან ერთად თუ რას გავივლით და რას ისწავლით ამ კურსზე. რა არის გრაფიკული პროგრამირება? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის გრაფიკული გამოსახულებების შექმნა პროგრამირების დახმარებით, ანუ მათემატიკას პლუს გრაფიკა. ეს არის გრაფიკული პროგრამირება. ამ კურსის განმავლობაში ჩვენ ვისწავლით თუ რა არის OpenGL, რისთვის გვჭირდება. ასევე რა არის შეიდრევი და რატომ არის ასოცირებული გრაფიკულ პროგრამირებასთან. როგორ მუშაობს ჩვენი ვიდეო კარტა და როგორ ქმნის გამოსახულებებს ჩვენს ეკრანზე. და შემდეგ ეს არის სივრცული გამოსახულებების შექმნა და მისი გააზრება. რა არის პერსპექტიული გამოსახულება, რა არის ორთოგრაფიული გამოსახულება, როგორ შეგვიძლია 3D და 2D გამოსახულებები გქონდეს. რას გამოვიყენებთ ამ კურსზე? პირველ რიგში პროგრამირების ენას რაც შეეხება, მე პირადად გამოვიყენებ C++, თუმცა OpenGL-ის გამოყენება შეიძლება C#-შიც, Python-შიც, Java-შიც და ნებისმიერ სხვა პროგრამირების ენაში, რომელიც შეიძლება თქვენ მოგაფიქრდეთ. შემდეგ არის უკვე დამატებითი ბიბლიოთეკები, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ. ეს არის GLFW, GLAD, STB. ეს არის გრაფიკული გამოსახულებებისთვის. GLFW ჩვენ გვინდა ფანჯრისთვის და ევენთებისთვის. ევენთი არის მაგალითად, როდესაც ღილაკს დავაწევით, როდესაც კლავიატურას დავაწევით და ეს არის ევენთი. ამ მომენტში შეგვიძლია რაღაცები გავაკეთოთ. GLAD არის ჩვენი OpenGL-ის library და მაგას გამოვიყენებთ ჩვენ OpenGL ფუნქციების გამოსახენებლად. შემდეგი არის STB, რომელიც გვეხმარება ფოტოების ჩატვირთვაში და მის გამოყენებაში. რაც შეეხება მათემატიკას, ჩვენ გამოვიყენებთ GLM-ს. GLM არის OpenGL-ის მათემატიკური ბიბლიოთეკა. და ბოლოს არის უკვე UI. ეს არის Dear-ANGU-ის გამოვიყენება. UI რაში გვჭირდება? უბრალოდ მარტივად რომ შეგვიძლიოს რაღაც პარამეტრების შეცვლა და ვიზუალურად ნახვა აი ამ პარამეტრების შეცვლის ეფექტები. ძალიან გამოგვადგება და უფრო მარტივს გახდის მუშაობას. Dear-ANGU-ი გამოიყენება ბევრ დიდ პროექტებში, მათ შორის თამაშების ენჯინებშიც. ამიტომ ძალიან პოპულარულია, გატესტილია, მუშაობს და მარტივი გამოსახენებელია. და უკვე შემდეგი, რა არის წინაპირობა? აი ამ კურსის წინაპირობა არის ერთადერთი რამ, უნდა იცოდეს C++. რაღაც საშუალო დონეზე მაინც უნდა შეგელოს რაღაც კოდის წერა და უნდა გესმოდეს მეხსიერება როგორ მუშაობს. აი C++-ში მითითებლები რო გვაქვს და ასე შემდეგ. ეს უნდა გესმოდეს. თუ ეს ყველაფერი შენ იცი და ახლა გაიაზრე რას ვაკეთებთ, შემზად ხარ აი ამ კურსის დასაწყებად. მოდი ცოტა ხნით ვისაუბროთ იმას თუ რა არის OpenGL. მაგალითად, ჩვენ ვისაუბრეთ რომ OpenGL გვჭირდება იმისთვის რომ გამოსახულებები შევქმნათ. და ზუსტად აი ამაზე არის მთელი კურსი. თუ გადავალთ ქრონოს წერტილი 2-ზე, ჩვენ დავინახავთ აქ ძალიან ბევრ რაღაცას. მათ შორის იქნება OpenGL. რა საერთო აქვს ამ ყველაფერს და საერთოდ რა არის ეს ყველაფერი? მაგალითად, ჩვენ შეიძლება OpenGL-ზე დავფიქრდეთ როგორც რაღაც ბიბლიოთეკა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. თუმცა OpenGL თვითონ არ არის ბიბლიოთეკა. წარმოიდგინეთ, ინგლისურად ქვია ეს არის specification. აი რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენ გვაქვს რაღაც ვიდეო კარტა. და ამ ვიდეო კარტასთან მუშაობისთვის რაღაც მეთოდი გვჭირდება. ერთ-ერთ ამ მეთოდს ქვია OpenGL. წარმოიდგინეთ, OpenGL-ი რასაც გვაკეთებინებს, ეს ფუნქციები ჩაშენებულია უკვე ვიდეო კარტაში. და ჩვენ უბრალოდ ვეუბნებით, აი ამ ვიდეო კარტას სამუშაოდ რაღაც ხერხი მჭირდება. გვეუბნებით, რომ გვაქვს ეს რაღაც OpenGL-ი, ამას აქვს რაღაც ფუნქციები და ეს ფუნქციები მინდა რომ დალინკული იყოს რაღაც ოპერაციებთან ამ ვიდეო კარტასთან. და აი ეს არის. ამას ქვია specification, ინგლისურად, ქართულად როგორ ითარგმნება არ ვიცი. და ეს არის ჩვენი GL. ამიტომ ბიბლიოთეკები რაშიც გვჭირდება, მაგალითად როგორც ვისაუბრე, არის რომ ეს ფუნქციები უბრალოდ მოძებნოს და გადმოიტანოს პროგრამულ ენაში, მაგალითად როგორც არის C++. და ეს არის არა მხოლოდ OpenGL, არამედ specification. და სხვადასხვა specification-ას კი შეიძლება თქვენ გაიგონიათ, არის ალბათ ვულკანი. ან აგერ OpenGL ES, ან EGL, ან GLTF-ი გაიგონიათ ალბათ. ეს ყველაფერი არის სხვადასხვა ხერხები ვიდეო კარტასთან სამუშაოდ. და ჩვენ OpenGL-ს სწავლობთ და არა ვულკანს, რადგან OpenGL ყველაზე მარტივია სასწავლებად დასაწყისისთვის. შემდეგ ვულკანი არის ყველაზე რთული რაც კი მე ვიცი და შეგიძლია სხვადასხვა specification-ით გამოიყენოთ. ერთ-ერთი Windows-ის რაც თქვენთვის ნაცნობი იქნება არის DirectX. და ეს არის კონკრეტულად Windows-ისთვის გაკეთებული.
და არც ეს არის რთული გამოსაყენებლად. თუმცა OpenGL არის კროს-პლატფორმა და მაგიტომ ვსწავლობთ ამას. რადგან ნახეთ, რომ პროექტი მუშაობს, შეგვიძლია უკვე შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. და ეს არის GLFW-ს გადმოწერა. მე რადგან Windows-ზე ვარ, დავაჭერ 64-bit Windows binaries. გადმოვიწერ, აქ როგორც ჩანს. გავაკეთებ extracts და GLFW-ს folder-ს გადავიდან ჩანს პროექტის დირექტორიში. Ctrl-X დავაჭერ, გადავალ Visual Studio-ში. ჩემს პროექტს დავაჭერ Margin Relax და Open Folder in File Explorer. დამახსნეს ჩემი პროექტის დირექტორის. გადავალ ახლა Solution დირექტორიში და დავამატებ ახალ folders. Dependencies. აქ ჩავამატებ ჩემს GLFW-ს. როგორც ხედავთ, აქ ორი კომპონენტი აქვს ამას. ერთი არის include და მეორე არის library. რასაც ალბათ მიჩვეულები ხართ. მოდი, გადავიდეთ ჩვენს პროექტის კონფიგურაციაში და include-ებით და ჩვენი დამატებითი ლინკერის თუ საგჭირდება ჩავაყენოთ. პირველ რიგში დავამატებ include დირექტორის. გადავალ C++ general-ში და additional include დირექტორიში დავწერე. Solution დირექტორი, შემდეგ dependencies, შემდეგ GLFW-ს folder-ის სახელი. და მოდი უბრალოდ გადავალ include-ში და ამ ნაწილს დავაკოპირებ. და ეს არის ჩემი include დირექტორი. შემდეგ კი არის უკვე ლინკერი. გადავალ ლინკერში, input-ში, თავდაპირველში გადავალ general-ში. დავამატოთ ის დირექტორია, რომელიც გვჭირდება. მაგისთვის გადავალ ისევ აქ, დავუბრუნდები GLFW-ს folder-ში. გადავალ libvc 2022. აქ არის GLFW DLL და lib. ჩვენ DLL არ გვინდა გამოვიყენოთ, ამიტომ გამოვიყენებთ static-ურ libraries. GLFW3.lib. ეს გვჭირდება ზუსტად. ავიღოთ ეს ადგილმდებარეობა და აქ ჩავწეროთ Solution directory და შემდეგ ეს. ახლა input-ში გადავიდეთ და დავწეროთ ის კონკრეტული ფაილები, რომელიც გვჭირდება. ეს არის GLFW3.lib. დავაჭერ OK-ს. წესით ეს უნდა იყოს GLFW-ს. ახლა შესამართლებლად შემიძლია დავწერო include GLFW და GLFW3. შეიძლება ხა დაფიქრდეთ, როგორ შექმნათ პანჯარა. ამისთვის შეგვიძლია უბრალოდ გადავიდეთ GLFW-ს გვერდზე და დავაჭიროთ დოკუმენტაცია. დოკუმენტაციაში კი წერია დასაწყისთვის, როგორ უნდა ავამუშავოთ ეს პროგრამა, როგორ უნდა შევქმნათ პანჯარა და წავიკითხოთ ინფუტები. ამას დავაკოპირებ და უბრალოდ აქ ჩავსვამ. ჩართავ და გავტესტავ თუ მუშაობს. გვაქვს პატარა ბილდერორები. და მოდი ნახოთ რა შეა პრობლემა. ერთი რაღაცა დაგვავიწყდა. როდესაც ჩვენ OpenGL-ს ვიყენებთ და ეგრე OpenGL-ის ფუნქციები გვაქვს, ჩვენ დამატებითი რაღაც უნდა დავამატოთ ლინკერში. გადავალ კონფიგურაციაში, ლინკერი, input და additional dependencies-ში GLFW-ს გარდა შემჭირდება OpenGL 32.lib. ეს ავტომატურად იქნება ჩაშენებული, თუმცა იმის მიხედვით თქვენ IDE-ს იყენებს, შეიძლება ეს პროცედურა ცოტა სხვანაირი იყოს. ამიტომ თუ OpenGL 32.lib ვერ მოიძებნა, დაგუგლეთ თქვენ IDE-ში როგორ უნდა გამოიყენოთ ეს dependency. და ახლა როდესაც ჩართავთ ჩვენ პროგრამას, გაიხსნება შავი პანჯარა და აწერია hello world. ეს არის დასაწყისი თუ GLFW როგორ უნდა გამოიყენოთ. მოდი ორ წუთით გადავხედოთ თუ შიგნით რა ხდება. მაგალითად, პირველ რიგში include-ს ვაკეთებ GLFW3-ს. რაც გარდა იმისა, რომ GLFW ფუნქციებს გვიტვირთავს და შეგვიძლია პანჯრის შექმნა, ასევე შეგვიძლია OpenGL ფუნქციების გამოყენება. GLFW პანჯრის შესაძლებლად გვაქვს ესეთი ცვლადი და ვიყენებთ pointers. ინიციალიზაციას ვაკეთებთ GLFW-ს, შემდეგ ვქნით პანჯარას. აქ მიეთებულია რეზოლუცია x-ი და y-ზე რამდენი პიქსელი გვაქვს. შემდეგ სათაური და მოდი ამაზე საუბარი არ გვჭირდება. შეიქმნა, თუ პანჯარა ვერ შეიქმნა, გავთიშავთ GLFW-ს. შემდეგ OpenGL-ის კონტექსტს ვამატებთ, რასაც ჩვენ ვისაუბრეთ დასაწყისში. და შემდეგ არის while loop. და იმ while loop-ის მეშვეობით პროგრამა არ ითიშება და არის ჩართული. და რა ხდება ახლა აქ? პირველ რიგში ეკრანს წმინდავთ და შემდეგ ვაკეთებთ swap buffers. Swap buffers-ს ნიშნავს,
რომ წარმოვიდგინოთ ასეთ რაღაც. წარმოიდგინოთ, რომ ჩვენ აქ რაღაცეებს ვხატავთ. ასეთ რაღაცა ხდება. სადღაც რო წარმოიდგინოთ, რომ აი ამ ფანჯრისგან კიდე ერთი ფანჯარა იყოს. და პირველ რიგში აი აქ ვხატავთ რაღაცეებს და შემდეგ ჩვენს თავარ ფანჯარაზე, რომელიც არის ეს. გადმოგვაქვს ეს გამოსახულება. და swap buffer-ს აკეთებს აი ამას. swap buffer-ს რომ არ გავაკეთოთ, ჩვენს back buffer-ში დარჩება ეს ნახატი და არასდროს გამოისახება ჩვენს ფანჯარას. უფრო რომ ჩავაფრთხილდეთ, buffer-ი არის უბრალოდ მეხსიერების რაღაც ბლოკი. ამიტომ ჩვენ საერთოდ მეხსიერებაში გვაქვს შენახული ინფორმაცია, რა უნდა გადაიხადოს ეკრანს და შემდეგ ამას ვხატავთ ფანჯარას. და poll events არის უკვე input-ებისთვის მოსმენა. ღილაკის დაჭერა, მაუსის დაჭერა და ასე შემდეგ. ეს. და ბოლოს, როდესაც გავთიშავთ პროგრამას, აიგზერია glfw should close window. ეს ნიშნავს, როდესაც ჩვენ გათიშავს დავაჭერთ, ამას მოусმენს ჩვენ glfw და აქ დაეწერება, რომ glfw window should close და გათიშავს ამ while-ობს. და ბოლოს გათიშვის უფრო glfw terminate-ს ვაკეთებთ. სულ ეს არის, რაც ჩვენ გვჭირდება glfw-ს ფანჯრის შესაქმნელად და პროცესის დასაწყებად. ეს არის ჩვენი პირველი პროგრამა და ჩვენი გრაფიკული პროგრამირების დასაწყისი. ვისაც გსურთ მეტი ნახოთ ჩემს კურსის შესახებ, შეგიძლიათ eruditus გვერდზე გადახვიდეთ, რომელიც მოცემულია ჩემს ვიდეო საღზერაში. და შეგიძლიათ ეს კურსი იყიდოთ და მთლიანი 6 საათი ნახოთ. ამ კურსში არის აღწერილი სამკუთხედების შექმნა, ოთხკუთხედების შეიდერები რა არის, დებაგინგი როგორ უნდა გავაკეთოთ OpenGL-ში, ტექსტურები, ტესტ სივრცეები, ტრანსფორმაციები და კამერები და სინათლეები ამოცემული. ასევე 3D მოდელების ჩატვირთვა OpenGL-თ. ამიტომ თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ, გირჩევთ რომ გადახვიდეთ ჩემს გვერდზე. მოდი ახლა ცოტათი გავალამაზოთ ჩვენი უკვე შექმნილი ფანჯარა. ყველაფერი მოშორს, თუმცა პატარა პრობლემა არის. მთლიანი ეკრანი შავია და შეიძლება ეს ჩვენ არ გვინდოდეს. მინიმუმ დასაწყისისთვის რაღაც უკანა ფონის დადება გვინდა. ეს შესაძლებელია ძალიან მარტივად. OpenGL-ში არსებობს ესეთი ფუნქცია GL Clear Color და ეს აყენებს უკანა ფონის ფერს. ჩვენ გვაქვს GL Clear, რომელიც ეკრანს წმინდავს ყოველ ფრეიმს. ყოველი while-ობის გაშვებისას ეს ეკრანი იზმინდება და რა ფერში იწმინდება, ეგ გვინდა რომ გადავწყვიტოთ. ამისთვის while-ობამდე გამოვალ და დავწერ GL Clear Color. და ასე შეგვიძლია დავაყენოთ უკანა ფონის ფერი. თქვენ თუ ამ ფუნქციას შეხედავთ, დაინახავთ რომ აქ 4 პარამეტრი. ეს არის red, green, blue და alpha. და ეს არის RGBA პარამეტრები. ეს GL clamp F შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქცევთ, ეს უბრალოდ ჩვეულებრივ floats ნიშნავს. ნული ნიშნავს რომ ყველაფერი შავია და ერთები ნიშნავს ყველაფერი თეთრია. ვინც არ იცით RGB როგორ მუშაობს, როგორც აქ იყანა ჩვენები, R ნიშნავს წითელს, G ნიშნავს greens, ანუ მწვანეს, B ნიშნავს blues და alpha ნიშნავს გამჭვირვალობას. მაგალითად, თუ გვაქვს რაღაც ფერი და გამჭვირვალობა არის 0, ამ ფერს ვერ დავინახავთ, იმიტომ რომ მთლიანად გამჭვირვალეა. თუ alpha არის 1, მაშინ მთლიანად ხედავთ ფერს. თუ 50% არის, მაგრამ 0.5 ეს ნიშნავს, რომ ნახევრად გამჭვირვალე არის. და შეგვიძლია შიგნით შევხედოთ. RGB-ს რაც შეეხება, ჩვენ წითელი, მწვანე და ლურჯი შეზავებით შეგვიძლია ახალი ფერები მივიღოთ. მაგალითად, თუ სამივე ფერს შევურეთ ერთდროულად, გვექნება თეთრი. მაგრამ თუ შევურიეთ, თუ ნულები ქონდა ყველგან, მაშინ ფერი იქნება შავი, როგორც აი ეს უკანა ფონი არის. და ესე შეგვიძლია განსაზღვროთ აი ამ უკანა ფონის ფერი და ნებისმიერ რაღაცის ფერი. თუ მაგალითად გეზარებათ, რომ არ იცით როგორ აირჩიოთ რაღაც ფერი, შეგიძლიათ გადავიდეთ Google-ში და დაწეროთ RGB color picker. და ასე ამოირჩიოთ ნებისმიერი ფერი. აქ არის RGB მონაცემები. თუმცა ამის გადაყვანა მოგიწევთ ნულებში და ერთიანებში, რომ 0-დან 1-მდე გვინდა განსაზღვროთ ფერები. გადავიდეთ აქ და მოდი დავწეროთ 0.2, 0.2 და 0.7. ცოტა მოლურჯი ფერი იყოს. და როდესაც ჩართავ ახლა, უკანა ფონიც გახდა ლურჯი. ჩვენ წინაზე შევქმნით ფანჯარა და გავაფერადეთ უკანა ფონი. მოდი ახლა გადავიდეთ უფრო საინტერესო თემებზე. და საინტერესო თემებზე გადასასვლელად ჩვენ გვჭირდება რომ გამოვიყენოთ Modern OpenGL. შეიძლება იფიქროთ რა არის Modern OpenGL. ჯერ ახლა გავიგე OpenGL რა არის. და მართალი ხართ. თუმცა OpenGL იყო გაცილებით უფრო მარტივი გამოსახენებლად ადრე, ვიდრე არის დღეს. და ამას აქვს თავისი ახსნა. მაგალითად, ადრე იყო მარტივი ფუნქცია, მაგალითად დახატე სამკუთხედი. და შეგვიძლია პირდაპირ სამკუთხედით დაგვეხატა კოორდინატების მითითებით. თუმცა, ამას ქონდა თავისი პრობლემა.
რადგან ესეთი ზედაპირული გამოყენების მეთოდი ჰქონდა, ძალიან რთული იყო, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაეკეთებინა ან რაღაც ინდივიდუალური. ამიტომ OpenGL 3.3-დან და მაგის შემდეგ შემოვიდა ახალი ფუნქცია. მოდი ახალი OpenGL ქვია ამას. და ახალ OpenGL-ში შეგვიძლია უფრო დეტალურად განსაზღვროთ, მაგალითად, მეხსიერების რა ბლოკებში ვინახავთ რა ინფორმაციას, ეს ინფორმაცია რას ნიშნავს და როგორ უნდა გამოჩნდეს შემდეგ ეკრანზე. და ოდნავ კი რთულდება საქმე, თუმცა საშუალება გვეძლევა, რომ გაცილებით უფრო ინდივიდუალურად გავაკეთოთ ყველაფერი და მეტი არჩევანი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი გრაფიკა გვექნება. ამიტომ ჩვენ გინდა გამოვიყენოთ Modern OpenGL. Modern OpenGL-ის გამოსაყენებლად არსებობს ესეთი ბიბლიოთეკა. ქვია GLAD. GLAD თუ დასერჩავთ, პირველი აცამოვიდეს არის David.dem და ეს გვჭირდება გადმოსაწერად. თუ GitHub-ის ნახვა გინდათ, შეგიძლიათ გადახვიდეთ აი აქ. მოდი მაგადავალ ამ საიტზე და ეს არის glad.david.dem. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ თუ რისთვის ვიყენებთ GLAD-ს, აგერ რომელი ენას ვიყენებთ, რა specification არის, რომელი პროფაილი გვინდა compatibility to core და ასე შემდეგ. მოდი ნელ-ნელა მივყვოთ ყველაფერს. მაგალითად, პირველ რიგში ჩვენ ვიყენებთ C++, ამიტომ გამოვიყენოთ აი ამას. თუ ქვევით ჩამოვალთ არის API. ჩვენ ვიყენებთ OpenGL-ს, ამიტომ GL-ს დავაჭერ და ავირჩიოთ ვერსიას. მე როგორც კი 3.3 ან ზევით შეგვიძლია გამოვიყენოთ Modern OpenGL. მე რადგან ახალი ვიდეო კარტა მაქვს, 4.6 OpenGL-ს გამოვიყენებ. შეიძლება ზოგ ვიდეო კარტას არ შეძლოს ამ ვერსიის გამოყენება, თუმცა წესით დღესდღეობით ეს პრობლემა არ იქნება. თუ გინდათ რომ რაღაც compatibility კონდეს თქვენს პროექტს, შეგიძლიათ 3.3 გამოვიყენოთ. მე გამოვიყენებ 4.6. რაც შეეხება specification, ჩვენ ვიყენებთ OpenGL-ს და არა OpenGL EGL, ან GLX, ან WGL, ან რაღაც ეგეც. WGL არის WebGL და გამოიყენება როგორც მიხვდებოდით ბრაუზერში გამოსახულებების შესაქმნელად. გამოიყენებ OpenGL-ს. და შემდეგ არის profile, არის compatibility და core. არა განსხვავება ამათ შორის. როგორც კი OpenGL 3.3-დან რაღაცეები შეიცვალა. დაემატა ახალი ფუნქციები, ბევრი რამე შეიცვალა. მაგრამ იმისთვის, რომ რაღაც compatibility ყოფილიყო ძველი ვერსიებთან, ძველი ვადაგასული ფუნქციები დატოვეს. და ამასთან ერთად არის ახალი ფუნქციებიც. და ესე შეიფუთა ახალი OpenGL. თუ გვინდა რომ ეს ძველი ფუნქციები და რაღაც ვადაგასული რაღაცეები იყოს, შეგვიძლია გამოვიყენოთ compatibility profile. თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დღეს შეგვიძლია პირდაპირ core profile-ი გამოვიყენოთ, სადაც უბრალოდ ახალი OpenGL-ის მეთოდები და ფუნქციონალი არის. ამიტომ მოდი compatibility-დან გადავართ core-ზე. არასდროს ჩვენ გვქნია ამას პრობლემა, ყველაფერი და ყველა თამაში რაც კი მითამაშია და რაც კი მინახავს, იყენებს core profile-ს. და შემდეგ extension-ები, არ გვინდა ამაზე დამატებით რაღაცები. ყველაფერი საკმარისი იქნება აქ რაც არის და შეგვიძლია generate-ს დავაჭერთ. და ეს შექმნის რაღაც ფაილებს, რაც შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ OpenGL-ისთვის. და უბრალოდ აი ჩვენი კონკრეტული სპეციფიკისთვის. აქ არის glad.zip და მოდი მაგას გადმოვიწერ. გადავალ download-ებში, ამის ექსპორტს გავაკეთებ. და როგორც გავაკეთე GLF-ზე, Ctrl-X დავაჭერ და გადავავდებ ჩემს solution დირექტორიაში. Dependencies და აქ იქნება glad. მოდი glad შევხედოთ და ვნახოთ რებია. არის source, ეს არის glad.c. და ასევე არის include. ეს KHR uბრალოდ არ მივაქცევ მაგას ყურადღებას და გადავალ glad-ში. გვინდა ეს glad.h. include შევლებად include დირექტორიებში დავამატებთ და მე source-ზე გირჩევთ, რომ უბრალოდ პირდაპირ გადავიდანოთ ჩვენს პროექტში. გადავალ C++-ი, ჩვენს პროექტის დირექტორიაში და ჩავამატებ ამ ფაილს. გავაკეთებ პატარა refresh-ს. და გამოჩნდა ჩვენი glad.c. დავაჭირე აი ამ ღილაკს, წერია show all files და ამ ფილტრებს მოაშორებს და ყველა ფაილს გვაჩვენებს. glad.c-ზე დავაჭერე მარჯვენა ღილაკს და include in project. ახლა კი გვინდა რომ უშუალოდ glad.h ფაილი და პლატფორმის ფაილი გადმოვიტანოთ აი აქ. მაგისთვის გვინდა დავაჭეროთ GL course, შემდეგ properties, C++, general და დავამატოთ additional include დირექტორიაში. ეს არის solution dir, dependencies, glad და include. მოდი შევამოწმოთ თუ სწორია ყველაფერი. Dependencies, glad, include.
და ჩვენი პროექტი მზად არის. თუმცა, რომ გამოვიყენოთ Modern OpenGL, ჩვენ გვჭირდება რომ ეს GLAD-ი გამოვიყენოთ. დავწერთ include GLAD. ახლა სანამ დაიწყოთ ამ error-ებზე ფიქრს, მინდა უკვე გითხრათ თუ რაშია პრობლემა. აი, აქაც არის. OpenGL header already included და GLAD-ი ვეღარ იტვირთება. რა ხდება? ჩვენ ვიყენებთ OpenGL 32.libs და ანუ header-ები გვაქვს OpenGL-ს. და ეს OpenGL-ის ფუნქციები უკვე გამოყენებულია GLF W-ს. და როდესაც GLAD-ის ცდილობს ზევიდან გადააწეროს რაღაც, ხედავს რომ OpenGL-ი უკვე სადღაც გამოყენებულია და თვითონ ვეღარაფერს აკეთებს. ამიტომ ამ პრობლემების ასარიდებლად პირველ რიგში GLAD უნდა გამოიყენოთ და შემდეგ GLF W. როდესაც ჩართოთ, Modern OpenGL-ი იმუშავებს. თუმცა, ნახეთ ახლა რა მოხდა. დაეწერა access violation ჩვენს GL clear colors. და მოდი ახლა მაგაზე ვისაუბროთ. ეს პირდაპირ არ შეგვიძლია Modern OpenGL-ის გამოყენება. უნდა ჩავთირთოთ ყველა ის ფუნქცია, რაც საჭიროა. მაგალითად GL clear color. აი როგორც ხედავთ, გაიასამეს ფრთა ყველაფერი, რაც კი OpenGL-ს ეხება. და იმიტომ რომ ეს უკვე GLAD-ის ჩატვირთული ფუნქციები არის. როგორ უნდა ჩავთვირთოთ სწორად GLAD? ამისთვის კი უნდა გადავიდეთ ჩვენ learn-opengl.com-ში. opengl.com. პირველ რიგში ეს საიტი ყველაზე კარგი საიტი არის OpenGL-ის სასწავლებლად. თუ გაინტერესებთ მაგალითად ვინ გააკეთა, ეს გვერდი შექმნილია ვიღაც ჯოვი დევრისის მიერ. თუ გადახვალთ მის გვერდზე, ნაჩვენები აქვს თუ რა აქვს გაკეთებული, რომ მისი სანდოობა დამტკიცოს. ამიტომ ეს არის მისი გამოსახულებები, აქვს პატარა მაპი შექმნილი, ჭრილები აქვს, განათება აქვს და ბევრი post-processing და რაღაცა. ამიტომ ნამდვილად იცის თავის საქმე. თუ გადმოვალთ უკან, შეგვიძლია პირველ რიგში მადლობა გადაუხადოთ ჯოვის და შემდეგ გადავიდეთ getting started-ში და creating a window. მოდი დავიწყოთ დღეს სამკუთხედის შექმნა. გადავიდეთ ჩვენს learn OpenGL-ის გვერდზე და დავაჭიროთ hello triangles. hello triangles-ში იქნება მთელი ინფორმაცია თუ როგორ უნდა შევქმნათ ჩვენი სამკუთხედი. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო იმას თუ როგორ უნდა გავწეროთ კოორდინატები სამკუთხედის. მაგალითად, სამკუთხედის დასახადად უნდა გავწეროთ რომ სად გვინდა დახატვა და შემდეგ უბრალოდ უნდა უთხრათ OpenGL-ს რომ აი აქ უნდა დახატო სამკუთხედი ამ წერტილებში. როგორ უნდა მივიდეს მაგალითად ეს და ეს წერტილი რომ შუაში დავხატოთ ეს სამკუთხედი. პირველ რიგში უნდა გავიაზროთ თუ როგორ არის კოორდინატების სისტემა მოწყობილი OpenGL ფანჯარას. მოდი ამას გავთიშავთ და ცოტა სხვა ფანჯრის ზომას ავიღებ, მაგალითად 960, 540. და გვაქვს ესეთი 16:9-ზე ფანჯარა. მოდი ახლა ვისაუბროთ როგორ არის კოორდინატების სისტემა მოწყობილი აი აქ. დავხატოთ კოორდინატები და ნახოთ. თქვენ შეიძლება იფიქროთ რომ აი რადგან 960 პიქსელი ალბათ 0-დან 960 პიქსელს აწყობთ აი აქამდე და აქ 0-დან 540 პიქსელს. მაგრამ სინამდვილეში დაყოფილია აი ასე. მარცხენა წერტილი ჰორიზონტალურად არის -1 წერტილი. მარჯვნივ ჰორიზონტალურად არის 1. შუაში რა თქმა უნდა 0 ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად. ეხლა ვერტიკალურად ქვევით არის -1 და ზევით 1. ამიტომ თუ გვინდა რაიმეს დახატო ფანჯარაზე, აი ამ -1-მდე ნიშნულობები უნდა გამოვიყენოთ კოორდინატების დასაწერად. ამას ქვია ნორმალიზებული კოორდინატები. ნორმალიზებული იმიტომ ქვია რომ -1-დან 1-მდე არის ნიშნულობები. და მაგალითად თუ გვინდა რომ აი აქ დავხატოთ წერტილი აქ და აქ. ავიღოთ აქ წერტილი. მოდი სხვა ფერს გამოვიყენებ, აი აქ წერტილი, აქ წერტილი და აქ წერტილი. თქვენ თუ შეგიძლიათ მაგალითად თქვენი გარკვევთ რა კოორდინატებია ეს. მაგალითად ჰორიზონტალურად ხვდებით რომ აი ეს -1 და 0 შორის არის. ამიტომ ლოგიკურად მისი x წერტილი არის 0.5. და y-ს რაც შეეხება, მაგალითად აქ არის 0, აქ არის -1. ამათ შორის არის წერტილი და ამიტომ y-ზე იქნება -0.5. ზევით იქნება x-ზე 0 და y-ზე 0.5. იმიტომ რომ ზევით არის აგერ 0, აგერ 1 და მათ შორის იქნება 0.5. და აქაც 0.5 იქნება x-ზე და აი აქ შემეშლა უნდა იყოს -0.5. იმიტომ რომ მარცხნივ არის წამოსული. და აი აქ y-ი იქნება -0.5. და ასე საზღვრავთ კოორდინატებს OpenGL-ის ფანჯარას. შენო შეგვიძლია ეს წერტილები შევაერთოთ და დაიხატება სამკუთხედი.
რადგან გავარკვიეთ თუ კოორდინატების სისტემა როგორ მუშაობს, შეგვიძლია უკვე გადავიდეთ შემდეგ ეტაპს. და ეს არის ინფორმაციების გაწერა აი ამ წერტილების შესახებ. ამ წერტილებს ქვია ვერტექსები. და ვერტექსი არის უბრალოდ რაღაც ინფორმაცია. ამ შემთხვევაში გვაქვს ინფორმაცია ჩვენს ადგილმდებარეობაზე. გვაქვს x-ი და y-ი წერტილები. და თუ სამდეში გავაკეთებთ, z-შიც უნდა გქონდეს. და აქ არის რაღაც ინფორმაციები. ეს არის ჩემი ვერტექსი. და ვერტექსი განსაზღვრავს, სად მდებარეობს ჩემი სამკუთხედი. მაგრამ ვერტექსში ასევე შეიძლება გქონდეს დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად, რა ფერი აქვს აი ამ წერტილს, რა ფერი უნდა დაიხატოს აქ და ასე შემდეგ. რაღაც ხვებსაც ვისწავლთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ვერტექსს მხოლოდ გამოიყენებთ იმაში, რომ გქონდეს ადგილმდებარეობები. და ვერტექსის კრებულს ქვია ვერტესის, ანუ ვერტექსები. და მაგალითად, ეს ხო სადმე უნდა შევინახოთ, შეგვიძლია მაგალითად გავწეროთ აქ პარამეტრებად. და ამ ვერტექსებს შემდეგ უნდა შევინახოთ სადღაც ვიდეო კარტას. რაღაც მეხსიერების ბლოკი უნდა შევქმნათ. და ამ მეხსიერების ბლოკს ქვია vertex buffer. vertex buffer. და buffer უბრალოდ ნიშნავს მეხსიერების რაღაც ბლოკს, რომელიც გამოიყოფა ვიდეო კარტას და აქ იქნება ჩვენი ვერტექსები. მაგალითად, 3 კოორდინატი. x, y, z. მოდი სანამ აი მაგ ეტაპამდე გადავალთ, შევხედოთ უბრალოდ აი ამ ვერტექსებს. და ჩავწეროთ. არის უბრალოდ float-ების მასივი. ფაილობამდე გადავალ და დავწერ float vertices. და ჩამოვწეროთ კოორდინატები. მაგალითად, პირველ რიგში დავწეროთ, მოდით თან აქ გქონდეს ეს. ეს წერტილი, ეს წერტილი, ეს წერტილი. და აქ. თუ აი ამ წერტილის დახატვა გვინდა, პირველ რიგში მოდი მივუცილოთ ამის კოორდინატები. ეს იყო 0.5 და -0.5. მოდი z-იც მივუწეროთ, ეს იყოს 0. ჯერ 2D-ში ვართ. ხოლმე ფრთხელ გამოსახულებებს ვაკეთებთ. თუმცა 3D-შიც გადავალთ. შემდეგ არის მეორე წერტილი. მოდი ზედა წერტილი დავწეროთ. ეს უნდა იყოს x-ზე 0 და y-ზე 0.5. და ბოლოს არის მარჯვენა წერტილი. ეს არის x-ზე 0.5, y-ზე -0.5 და z-ზე 0. ეს არის ჩვენი მასივი და ეს არის ჩვენი ვერტექსები. ეს არის პირველი წერტილის კოორდინატები, ეს მეორე და ეს მესამე. მოდი ახლა გავაგრძელოთ. თუ ჩამოვარდქვით, აქ საუბარი არის ნორმალიზებულ კოორდინატებზე და ზუსტად იმაზე საუბარი, რაც მე წაგან გესაუბრებოდი. თუ ქვევით ჩამოვალთ უფრო, არის უკვე ამ vertex buffer-ის შექმნა. როგორც თქვი, ჩვენ გვინდა ამ ინფორმაციის სადღაც შენახვა ვიდეო კარტას. და აი ამ მეხსიერების ბლოკს ქვია vertex buffer. Buffer-ი ნიშნავს მეხსიერების ბლოკს, vertex-ი, ანუ vertex-ს. და vertex buffer-ი ნიშნავს vertex-ების მოდი მასივი იყოს. vertex-ების პატარა მეხსიერების ბლოკია. ახლა გვაქვს ჩვენ 3 ბლოკი და vertex buffer-ში ჩავწერდით აი ამ 3 კოორდინატს. და ეს იქნება ჩვენი 3 vertex-ი. ამას გამოვიყენებდით შემდეგ, რომ გავარკვიოთ სად მდებარეობს ეს vertex-ები და შემდეგ დავხატავდით ეკრანს. vertex buffer-ის შესაქმნელად გვჭირდება შექმნათ ასეთი რაღაც. დავწერთ assigned into vbo და შემდეგ gen buffers. ახლა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რატომ გვინდა assigned into? და მოდი უცებ ვილაპარაკოთ იმას, თუ აი OpenGL როგორ მუშაობს. მინდა OpenGL წარმოგიდგენთ როგორც state machine. წარმოგიდგენთ ჩვენ ხო თქვით, რომ ახლა VBO არის უბრალოდ vertex-ების პატარა მეხსიერების ბლოკი. ჩვენ გვაქვს VBO 1, რაღაც VBO 2 და ასე შემდეგ. და გვაქვს ბევრი VBO. ჩვენ ამ vertex buffer-ებს ერთდროულად არ ვიყენებთ. არამედ სინამდვილეში ჩვენ გვაქვს რაღაც slot-ი. და მოდი ამას დავარქვათ VBO slot. VBO slot. და რომელი VBO-ც იქნება ამ slot-ში, აი იმას გამოიყენებს OpenGL. წარმოგიდგენთ, ჩავსვით VBO 1. გამოიყენებთ რაღაც ფუნქცია, რომელსაც ჭირდება VBO. ეს ფუნქცია წავა. მოძებნის ამ VBO slot-ს და თუ რაიმე VBO იქნება შეგნით, იმას გამოიყენებს. და თუ არანაირი VBO იქნება, უბრალოდ გვექნება პატარა ერორი. და მაგალითად დავყენთ ახლა VBO 2. ეს ნიშნავს, რომ აი ახლა ვიყენებთ ჩვენ VBO 2-ს. თუ ოდესმე ვინმეს VBO slot-ი დაჭირდება, გამოიყენებთ მეორე VBO-ს. ამიტომ ესე მუშაობს, პატარა state machine არის. და მაგალითად assigned int იმიტომ გვჭირდება, როდესაც დავაგენერირებთ buffers. ჩვენ ის buffer-ი არ გვექნება აი აქ C++-ში მოცემული, მაგრამ ჩვენ გვექნება აი ამ buffer-ის ID.
თავშად VBO1-ის ID არის 1 და VBO2-ის ID არის 2. თუ ჩვენ გვაქვს რაღაც პატარა unsigned int-ი, პატარა ცვლადი და ეს იქნება ჩვენი ID. ამ ID-ში შეგვიძლია შევინახოთ აი ამ vertex buffer-ის საიდენტიფიკაციო ნომერი. და ამის ხოთ განსაზღვროთ თუ რომელ vibe-ის ვიყენებთ ან რომელი VBO-ს ჩასმა გვინდა VBO slot-ში. მოდი დავუბრუნდეთ კოდში და ამ vertex-ების შემდეგ დავწეროთ unsigned int VBO. და დავწეროთ gl gen buffers. მივუწიოთ რამდენი buffers გვქნით და შემდეგ მისამართი მივუწიოთ ჩვენი VBO ცვლადის. და აქ გვექნება ჩაწერილი VBO ID. შემდეგი ეტაპი რა არის? შემდეგ არის უკვე ეს bind-ი უნდა გავაკეთოთ ამ buffers, ანუ VBO slot-ში უნდა ჩავსვათ, შეგიძლიათ აი ასე წარმოვიდგინოთ. დავწეროთ gl bind buffer. მოდი ჩემი ხელით დავწერ gl bind buffer. უნდა მივუწიოთ თუ რა ტიპის buffer იქნება ეს და დავწეროთ gl vertex gl array buffer. და მივუწიოთ ჩვენი VBO ID. და ამ ID-ის მეშვეობით ჩავსვამთ VBO slot-ში ჩვენს მოცემულ buffers. შემდეგ გვაქვს ეს buffer data. Buffer data-ის თავსგრად თუ აი რამხელა ადგილი უნდა დაიკავოს ამ buffer-მა და რა მონაცემები უნდა იყოს შიგნით. ანუ რა მეხსიერების ბლოკი გვიკავია სინამდვილეში. მოდი დავწეროთ gl buffer data. ახლა პრინციპში სანამ გავაგრძელებთ, მინდა კიდევ ერთი საიტი შემოგთავაზოთ. ეს არის docs.gl. როგორც სახელიდან მიხვდებოდეთ, აქ არის ყველა OpenGL ფუნქცია და მისი დოკუმენტაცია. ასევე ვერსიების მიხედვითაც არის განხილული ყველაფერი. რომ დავწერო მაგალითად gl bind buffer. აქ არის მოცემული ეს ფუნქცია და შემიძლია მაგალითად gl4-ისთვის ავირჩიო ეს. თუ OpenGL 3 ვერსიას იყენებთ, უბრალოდ OpenGL 3-ს აირჩევდით აქ. და წერია ყველაფერი. აი თვითონ ფუნქცია, რა პარამეტრები აქვს და ეს პარამეტრები რას ნიშნავს. მოდი ორივე გამოვიყენოთ OpenGL-ის learn OpenGL საიტიც და გამოვიყენოთ ასევე docs.gl-იც. მოდი ჯერ აქედან დავწეროთ. პირველ რიგში gl buffer data. ეს გვჭირდება ჩვენ. გადავიდეთ აქ, მოვწეროთ gl buffer data. და აქ არის პარამეტრები. პირველ რიგში არის target. Target-ი რას ნიშნავს? თუ აი რა ტიპის buffer-ი იქნება ეს. აქ არის ჩამონათვალი და ჩვენ gl array buffer. ეს არის vertex-ებისთვის. გადავიდეთ აქ, დავწეროთ gl array buffer. შემდეგ არის size და ვუძითავთ თუ რა ზომის იქნება ეს მეხსიერების ბლოკი. თუმცა არ ვიცით ეს ზომა არის მონაცემების რაოდენობის მიხედვით თუ მეხსიერების ზომის, ანუ ბაიტების მიხედვით. თუ გადავალთ დოკუმენტაციაში, აქ წერია რომ აი ეს size-ი უნდა იყოს ბაიტებში. ამიტომ მოდი ბაიტებში მივიდეთ. მაგალითად, აქ არის დავწეროთ size of vertices. და ეს თვითონ გამოარკვეს, რომ გვაქვს იქ 9 ფლოათი და 9 ფლოათის მონაცემებს ვინახავთ. შემდეგ არის constant weight pointer data. Weight pointer data-ში უნდა მივუწიოთ ის მონაცემები, რაც გვჭირდება, რომ მეხსიერებათა ბლოკში ავთვირთოთ. ამ შემთხვევაში ეს არის vertices. და ბოლოს, ეს არის usage. რაში გამოვიყენებთ აი ამ მეხსიერების ბლოკს. და ჩვენ მინდა დასახადოთ. და თუ გადავხედოთ აქ რა არჩევანი გვაქვს, არის მაგალითად stream draw, stream read, stream copy, static draw, dynamic draw და ასე შემდეგ. მოდი ჩვენ ყოველდღე მივაქციოთ static draw და dynamic draw, იმიტომ რომ ორივე დახატისთვის გამოიყენება. რა განსხვავებაა მაგალითად gl static draw და gl dynamic draw შორის? Dynamic draw უბრალოდ ნიშნავს, რომ ჩვენი vertex buffer-ის მონაცემები ხშირად იცვლება და მისი ზომაც ხშირად იცვლება, ანუ პარამეტრები სულ იცვლება. და ამიტომ dynamic draw რაღაც გადაიწყობა ისე, რომ აი ამისთვის მზად იყოს. და gl static draw უბრალოდ ნიშნავს, რომ რაღაც მონაცემებს ავცვლით, პირველად როგორც შეგვეინდა OpenGL buffer-ი, ზუსტად ისე იქნება ყოველთვის. ან მინიმალური ცვლილებები იქნება buffer-ში. ამიტომ რაღაც პარამეტრებს დავაყენებთ, რომ ოპტიმალურად გამოვიყენოთ ეს buffer. ამ შემთხვევაში დავწეროთ gl static draw, იმიტომ რომ buffer-ს ახლა ვქნით და შემდეგ აღარ ვეხებით. მოდი დავუბრუნდეთ ახლა აქ. პრინციპში დასაწყისისთვის სულ ეს არის. ანუ რაღაც buffer-ი შექმნით, მეხსიერების ბლოკი გვაქვს ვიდეო კარტაზე და ნუ გავუწერეთ რა მონაცემები უნდა იყოს შეგნით და რამხელა ზომისა. გვაქვს ეს VBO, აქვს თავისი ID, ექნება თავისი vertex-ები. და მზად არის ეს, რომ ცადვართ რომ გამოვიყენოთ ეს მონაცემები რაღაცაში.
მოდი გავართოთ აი ამ vertex buffer-ის შექმნა. იმიტომ რომ სიმღერაში ბოლომდე არ დაგვისრულებია. მაგალითად, ჩვენ ხო ვიცით, რომ ამ vertex buffer-ის გამოყენება გვინდა იმისთვის, რომ რაღაც ადგილმდებარეობის კოორდინატები გვინდა რომ გავწეროთ. ჩვენ გვაქვს სამკომპონენტიანი კოორდინატები x, y და z და გვაქვს სამი vertex-ი. მაგრამ მაგალითად, როგორ უნდა გაიგოს ვიდეო კარტამ, რომ აი ჩვენ ეს მასივი დაყოფილი გვაქვს ასე სამ ელემენტებად. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ვიზუალურად ხედავთ რომ ასე, მაგრამ რეალობაში, რომ ეს სილამაზე მოაშორო, ხედავთ რომ უბრალოდ ჩვეულებრივი მასივია, რიცხვების ერთობლიობა არის. ამიტომ თუ გვინდა რომ როგორღაც ეს მონაცემები დავყოთ და უთხრათ როგორ არის დაყოფილი ეს vertex-ები ჩვენს ვიდეო კარტას, მაშინ უნდა გავუწეროთ მაგისთვის პარამეტრები. ამას ქვია ატრიბუტები. მაგალითად, vertex-ში, რადგან ჩვენ გვაქვს ახლა სამი კომპონენტი, პირველი ატრიბუტი არის ადგილმდებარეობა. x, y და z. და ეს არის ჩემი vertex ატრიბუტი. და ასე გამოსვა თუ vertex-ი რა ზომისაა. თუ რამდენიმე მონაცემი გვაქვს, შეგვიძლია უბრალოდ აი ასე დავყოთ. მაგრამ ეს რაღაცა ხდება. შეგვიძლია თუ არ გქონდეს რამდენიმე ატრიბუტი და რას ნიშნავს ეს? მაგალითად, ადგილმდებარეობასთან ერთად რომ გქონდეს გაწერილი ფერი. და ფერი იყოს 20 კომპონენტიანი, ეს არის r, g, b და α. მაშინ დავჭირდებოდა მეორე ატრიბუტი და ეს იქნებოდა ფერების ატრიბუტი. მეტყვით რომ აი vertex-ი იყოფა 100. პირველი 3 ციფრი არის ადგილმდებარეობისთვის, ბოლო 4 ციფრი არის ფერებისთვის. და შეგვიძლია კიდევ ბევრი ატრიბუტი დავამატოთ, რამდენიც გვინდა. რადგან ატრიბუტები გავიაზრეთ თუ რა არის, მოდი ახლა შევქმნათ. პირველ რიგში ატრიბუტისთვის გვჭირდება რომ OpenGL-ს უთხრათ, რომ ეს ატრიბუტი საერთოდ არსებობს და უნდა ჩართოთ. ანუ enable უნდა გავაკეთოთ ატრიბუტს. ამის დავწეროთ gl enable vertex attrib array. და თუ docs gl-შიც მოვზოგნით ამას, gl enable vertex attrib array. უნდა მივიღოთ უბრალოდ index თუ აი რა ინდექსით გვინდა რომ vertex ატრიბუტი ჩართოთ. და იმ ინდექსზე შეგვიძლია მე შექმნათ ატრიბუტი. დავბრუნდეთ აქ, დავუძერ მოდი id იყოს 0 ამ ატრიბუტის. და შემდეგ უკვე შექმნათ. ატრიბუტის შესაქმნელად გვჭირდება gl vertex attrib pointer. და ახლა შეგვიძლია გავწეროთ პარამეტრები. მოდი docs.gl-შიც გადავალთ, დავუძერ gl vertex attrib pointer. და გადახვიდეთ პარამეტრებს. პირველ რიგში არის ინდექსი. ინდექსი პრინციპში გასაგებია თუ რასაც აკეთებს. დავწეროთ ინდექსი, 0 ინდექსის ატრიბუტი იქნება ეს. შემდეგ არის size. size თუ გადავხედავთ, გვეუბნება თუ აი რამდენი კომპონენტია მაგას ვწერთ. ბაიტებში ავწერთ ამ ზომებს. წერთ რაოდენობას. ამიტომ ერთ vertex-ში, აი ამ ატრიბუტში მინდა იყოს 3 კომპონენტი, x, y და z პოზიციები. შემდეგ არის type. რა ტიპის მონაცემს ვიყენებთ? აი აქაც წერია. და ჩვენ შემთხვევაში გვინდა რომ გამოიყენოთ float-ები. ამიტომ გამოიყენოთ gl float. შეგვიძლია ახლა გავწეროთ რომ აი გვინდა თუ არა OpenGL-მა ნორმალიზებული გახადოს კოორდინატები. ჩვენ ვიცით რომ ნორმალიზებული მონაცემი ნიშნავს რომ -1-დან 1-მდე არის მონაცემი. და თუ მაგალითად გვაქვს ფერები 0-დან 250 მეჩერებს გვიწერია რაღაცები, შეგვიძლია უთხრათ რომ აი შენ თვითონ გახადე ეს მონაცემი -1-დან 1-მდე. მაგრამ ჩვენ არ გავყვეთ ნორმალიზებული კოორდინატები გვიწერია. დავუწეროთ რომ gl false. არ გვინდა რომ ცალკე ნორმალიზება გავაკეთოს OpenGL-მა. შემდეგ არის stride. და stride-ის შემთხვევაში ვეუბნებით აი ამ პირველი vertex-დან მეორე vertex-ამდე როგორ უნდა მივიდე. რა ზომა უნდა გადავხდე, რომ შემდეგ vertex-ზე აღმოჩნდე. მაგალითად, გვაქვს ეს სამი კომპონენტი x, y, z. ჩვენ ცით რომ აგვაქვს float-ები. float-ები არის 4 ბაიტი. ამიტომ თუ გვინდა რომ შემდეგ vertex-ზე გადავხდეთ, მაშინ ჩვენ გვინდა რომ გადავხდეთ რამდენი ბაიტით? 3 float-ი, ეს არის 12 ბაიტი. და ვეუბნებით რომ აი ამ vertex-ს რო წაიკითხავ, შემდეგ vertex-ზე გადასვლად გინდა რომ 12 ბაიტით წაიწიო წინ. და აღმოჩნდები მეორე vertex-ის x კოორდინატს. ამიტომ მოდი აქ გავწეროთ, შემდეგ vertex-ზე გადასვლად გვჭირდება ბოდიში 4 float-ი თქვი, მგონი წერა 3 float-ი ხო, x, y და z. ხო, 4 ბაიტია და ნუ 12 ბაიტი გამოდის ჯამში. დავწეროთ size of float გამრავლებული 3-ზე. და ეს არის ჩვენი stride. და ბოლოს არის pointer. pointer არის უბრალოდ
offset, აი დასაწყისიდან მე ვთქვი მაგალითად გქონდეს ეს პოზიციების ატრიბუტები და მერე კიდე რო გქონდეს სფერების ატრიბუტები. მე მინდა დასაწყისიდან რამდენი ბაიტი უნდა გადავხდე, რომ იმ vertex ატრიბუტზე აღმოჩნდე. მაგალითად, მე მაქვს ეს ორი ატრიბუტი, მაქვს რაღაც პარამეტრები და მინდა უთხრა, რომ ვიწყებ აქედან სვლას. და უნდა გადავხდე color ატრიბუტთან. აგერ არის color ატრიბუტი. რამდენი ბაიტი მჭირდება ამ ნახტომის გასაკეთებლად? ამ შემთხვევაში პასუხი არის 3 ფლოათი, ანუ 12 ბაიტი. თუმცა, რადგან x, y, z ანუ პოზიცია არის პირველი ატრიბუტი, ჩვენ არსად გადახტომა არ გვიწევს, ამიტომ 0 ბაიტით გვიწევს გადახტომა. თუ დააკვირდებით, ასევე ეს პოინტერი არის constant void pointer-ი. ამიტომ შეგვიძლია პატარა კასტი გავაკეთოთ, დავწეროთ constant void pointer და შემდეგ გავწეროთ, რომ 0 ბაიტით უნდა გადახდეს. და ეს იქნება ჩვენი GL vertex attribute array pointer. აქ ჩვენ პირველი ატრიბუტი შევქმნით და მზადვართ, რომ უკვე უშუალოდ კოდი გავწეროთ იმისთვის, რომ გამოსახულება გამოვაჩინოთ. მოდი ვისაუბროთ შეიდერებს. რა არის შეიდერი და საერთოდ რა შეგვჭირდება? შეიდერი შეიძლება თქვენთვის ასოცირებული იყოს ჩრდილებთან. თუ Minecraft-ი გითამაშიათ, ალბათ შეიდერიც მაგათანაც იცით. და იქ ასოცირებული არის განათებასთან და ჩრდილებთან. თუმცა სინამდვილეში შეიდერ არის უბრალოდ პროგრამა, რომელიც გაიშვება ჩვენს ვიდეო კარტას. მაგალითად, პროგრამები ძირითადად გაშვებული არის ჩვენს პროცესორზე. ეს პროგრამაც, როდესაც გავუშვებ, არის პროცესორზე გაშვებული პროგრამა. იმიტომ რომ ყოველ კოდს მიყვება თანმიმდევრობით და ძირითადად პროგრამები პროცესორის მეშვეობით მუშაობს. თუმცა არსებობს სხვა ტიპის პროგრამები, შეიდერები, რომლებიც იშვება ვიდეო კარტას. და მაგალითად, რა მნიშვნელობა აქვს პროცესორზე იქნება პროგრამა გაშვებული თუ ვიდეო კარტას? რა პრივილეგია? რა განსხვავება უпроსტად? მაგალითად, თუ პროცესორზე უშვებთ პროგრამას, ძირითადად ეს ხდება ეს გაიშვება პროგრამა თანმიმდევრობით კითხულობ კოდს. ჯერ ერთი ოპერაცია გავიარეთ, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე, შემდეგ მეოთხე, მეხუთე და ასე თანმიმდევრობით კითხულობ კოდს. მაგრამ წარმოგიდგენთ ახლა მთელი ეკრანის გაფერადება გვინდა. პროცესორი მუშაობს, აგერ არის ჩემი პროცესორი, CPU. და ვუთხარი რომ იცი რა, მოდი ახლა ყველა პიქსელი დახატე აქ. იმის მიხედვით რა რეზოლუცია მაქვს, მაგალითად მაქვს 1609. ეს არის 1600 გამრავლებული 900 პიქსელი. თუ CPU-ს დავახატვინებ რაღაცას, მე უნდა მივადგე და ყველა პიქსელი უნდა დავხატო ცალ-ცალკე. თანმიმდევრობით. მაგრამ ეს ხო ძალიან ნელი იქნება და არაფერში არ გამოგვადგება. მით უმეტეს თუ თამაშს ვაკეთებთ, სადაც ძალიან ცვალებადი გამოსახულებები არის იქ. ან თუნდაც სხვა გამოსახულების ტიპს აკეთებთ, არა აუცილებელი თამაში, უბრალოდ ესა მე მხარეზე მუშაობ და მაგით ვამბობ, მაგრამ თუნდაც რაიმე გამოსახულება ქონდეს, სადაც რაღაცა კუბი ბრუნავს. ან რაღაც განათებებია, ჩრდილებია, ან უბრალოდ რაღაც წერტილები მოძრაობს. ეს ხო ცვალებადი გამოსახულებებია და პროცესორის მეშვეობით ეს თანმიმდევრობით დახატული პიქსელები ვერ გამოგვადგება. ამიტომ რა არის გამოსავალი? ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ GPU. GPU რა შეგვეხმარება? აგერ არის GPU და ნახოთ რა პრივილეგია აქვს. მაგალითად, პროცესორისგან განსხვავებით, აქ აქვს ძალიან ბევრი პატარა პროცესორები. და ეს პატარა პროცესორები გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა ერთდროულად დავამუშავოთ და პარალელურ რეჟიმში გავუშვათ ოპერაციები. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ ცალ-ცალკე დავხატო ყველა პიქსელი ეკრანს, შემიძლია უთხრა ვიდეო კარტას, ახლა გამოიყენე შენი ყველა პროცესორი და ყველა პიქსელი ერთდროულად დახატე აქ. ამიტომ ჩვენ რა შეიდერსაც გავუშვებ, ყველა პროცესორზე ერთდროულად ჩაირთვევ. და ეს ნიშნავს, რომ ყველა პიქსელზე ერთდროულად დავხატოთ რაღაცებს და მივიღებ ძალიან სწრაფად შექმნილ გამოსახულებებს და თან ლამას. ამიტომ არანაირი მინუსი არ აქვს ვიდეო კარტის გამოყენება გამოსახულებების შესაქმნელად. და ზუსტად აი ამისთვის გვჭირდება შეიდერები. მოდი ახლა უშუალოდ გადავიდეთ შეიდერის წერას. თუ დავრუნდებით Learn OpenGL-ში, აქაც იქნება პატარა ინსტრუქციები თუ როგორ უნდა დავიწყოთ წერა. თუმცა მოდით მე ახლა შევქმნი ფაილებს და გავიაროთ თუ როგორ იწერება შეიდერი. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ორნაირი შეიდერი. ეს არის vertex შეიდერი და მეორე არის fragment შეიდერი. არის სხვადასხვა ტიპის შეიდერებიც, თუმცა ორი ძირითადი და რომელსაც ყველაზე ხშირად გამოვიყენებთ, იქნება ესენი. vertex შეიდერი უბრალოდ იღებს ჩვენს vertex-ებს, რომელიც ამ შემთხვევაში არის კოორდინატები. იმ მონაცემებს ამუშავებს და გადააქვს fragment შეიდერში.
Fragment shader-ი კი უკვე ამ მონაცემებს იღებს და საბოლოო შედეგი გამოაქვს პანჯარას. ანუ fragment shader-ი არის უშუალო disk shader-ი, რომელიც ეკრანზე ხატავს. მოდი ახლა ეს ორივე shader-ი შევქნათ. გადავალ ჩემს პროექტში. შევქმნი ახალ folder-ს. დავარქვე res. დავაჯერ add, შემდეგ new folder და დავაწერ shaders. და შევქნათ ორი ფაილი. ერთი არის shader.vert დავაწერ და მეორე ფაილი იყოს shader.frag. მოდი პირველ რიგში გადავიდეთ vertex shader-ში. ეს არის პირველი ეტაპი. აქ მოდის vertex მონაცემები და აქ ვამუშავებთ, მაგრამ მოდი პირველ რიგში ეს გავიაროთ. shader-ში კოდის საწერად პირველ რიგში უნდა დავწეროთ რა ვერსიას ვიყენებთ. OpenGL-ის რა ვერსია გვაქვს. ამის უნდა დავწეროთ ეს ძაღლუკა version და შემდეგ თუ 3.3 იყენებთ 3.6 დავწერთ 330, ჩემ შემთხვევაში 460, იმიტომ რომ 4.6 ვერსიას ვიყენებ. და version 460 core-ს დავაწერთ, რადგან core profile მაქვს. შემდეგ უნდა დავწეროთ void main და სულ ეს არის ჩვენი main ფუნქცია. ახლა შეიძლება იფიქროთ, თუ გადავალ OpenGL-ში, აი აქ გაფერადებულია ყველაფერი და კოდის წერისას ისაც გაფერადებულია რაღაცები. მეხმარება კოდის წერაში. მეც მინდა რომ ასეთ რაღაცა მქონდა შეიდერებს. ამისთვის თუ Visual Studio-ში ხართ, თუ სხვა IDE-ს იყენებთ, თქვენ ცალკე package-ის მოძებნა მოგიწევთ. თუმცა აქ დავაჭერდი browse და დავწერდი GLSL. GLSL ნიშნავს OpenGL Shading Language, ანუ OpenGL Shader Language. ამას ვაძებნით, დააჭერთ install-ს. და როდესაც მორჩება, მოგიწევთ Visual Studio-ის გადარესტარტება და ყველაფერს ჩაიწერს. ახლა კი როგორც ვთქვათ, გაცილებით უფრო სასიამოვნო ვიზუალი გვაქვს. ახლა კი როგორ დავიწყოთ vertex shader-ის წერა. მაგალითად, ჩვენ როგორღაც გვინდა, რომ ის მონაცემები, რაც shader-ში გადმოვიტანოთ, აი აქ, მაგალითად, გვაქვს ერთი ატრიბუტი, რომლის ID არის 0. და ამ ატრიბუტზე გვაქვს 3 float და ეს 3 float წარმოადგენს რაღაც ადგილმდებარეობას. თუ გადავალ shader.vert-ში, მოდი პირველში ვისაუბროთ, როგორ იქნება ცვლადი. მოდით დავწეროთ ცვლადის ტიპი და შემდეგ სახელი. მაგალითად, vec3, ანუ vector3 position. vector3 ნიშნავს, რომ არის 3 კომპონენტიანი მონაცემი და აქვს x, y და z. შემდეგ უნდა მივხვდეთ, რომ ეს მონაცემი საიდანაც შემოდის. და ამის უნდა დავწეროთ in. ანუ in ნიშნავს, რომ საიდანაც გამოგზავნილია მონაცემი და უნდა მივიღოთ. შემდეგ უნდა მივხვდეთ, რომ აი, საიდან მოგაქვს ეს მონაცემი. ამ შემთხვევაში დავწეროთ layout, რაც ეს ატრიბუტების layout-ს მივხვდეთ და დავწეროთ location უდრის 0. ანუ ატრიბუტი, რომლის ID-ა 0. და ანუ ახლა ვეუბნებით, რომ ატრიბუტების layout, ანუ vertex layout-იდან ატრიბუტი 0-დან წამოვიღოთ vector3. და შეგვიძლია ეს vector3 გამოვიყენოთ რაშიც გვინდა. დავწერ აქ gl.position, რომელიც არის ჩაშენებული ცვლადი, რომელსაც შეგვიძლია position მონაცემი მიცოდეთ და დაამუშავებს. დავწერ უდრის position, მაგრამ ეს არ იმუშავებს, რადგან gl position სწირდება vector 4. ანუ დავწერ აქ vec4 და მეოთხე მონაცემს გავწერ 1-ს. ეს ასე მუშაობს, შეგვიძლია vector 4-ის კონსტრუქტორში ჩავდოთ vector 3 და უბრალოდ მოგვიწევს მეოთხე პარამეტრის გაწერა. და ეს ასე ჩვენი vertex shader-ი მზად არის. ახლა რომ გადავიდეთ fragment shaders. დავამუშავეთ vertex shader-ში რაღაც მონაცემები, gl position-ი გავწერეთ და ახლა ეს gl position და გამოვიყენთ. მოდი vertex shader-ის დასაწერად იგივე ის არის ფორმატი, დავწეროთ version 460 core, თუ თქვენ სხვა ვერსია გაქვთ, სხვა ვერსიას დაწერთ და შემდეგ void main. როგორ უნდა ვუთხრათ fragment shaders-ს, რომ აი რაღაც მონაცემი უნდა გავაგზავნოთ. ანუ რაღაც მონაცემს დავამუშავებთ და შემდეგ გავაგზავნით ეკრანზე დასახადად. ამის უნდა გამოვიყენოთ out ცვლადი. out ნიშნავს, რომ აი ამ მონაცემს რაღაც გვზავნით. როცა out vec4, რომელიც იქნება ჩვენი ფერი და დავწერ frag color. და ეს განსაზღვრავს თუ რა ფერს დახატავს ეკრანს. frag color ამას განსაზღვრავს. დავწერთ frag color უდრის vec4 1.0. და ეს ნიშნავს, რომ 4-ვე კომპონენტი იქნება 1 სტოლი. ანუ თეთრი ფერი გვექნება. და რადგან gl position-ი გავწერეთ ჩაშენებული მონაცემი არის, ამ gl position-ს გამოიყენებს out-ის მეშვეობით ამ fragment color-ს გადააგზავნის და სადაც სამკუთხედი ვექნება მონიშნული, სამკუთხედს გააფერადებს თეთრად. და ეს არის ჩვენი vertex და fragment shader-ი. მოდი შემდეგ ვიდეოში უკვე ეს fragment და vertex shader-ები გადმოვიტანოთ აი აქ
და უკვე ვნახოთ როგორ მუშაობს თვითონ ეკრანზე ეს ყველაფერი. მოდი ახლა OpenGL-ში გავაგზავნოთ ეს შეიდერი და გამოვიხსენოთ. ამის გასაკეთებლად მოდი ქვევით ჩამოვიდეთ და განვაგრძოთ learn OpenGL-ის გავლა. მაგალითად, ერთ-ერთი რაც დაგჭირდებოდა ის რომ ფაილიდან გამოვიტანოთ ეს კოდი და შემდეგ გამოვიყენოთ OpenGL-ის, თუმცა რადგან არ მინდა მე ამაზე ვიწვალო ამ წუთას, უბრალოდ რაღაც ფლაშში მექნება ჩაწერილი string-ად ეს კოდი. ავიღება მექნება const-char pointer-ი, vertex source და აქ მექნება ჩაწერილი მთელი კოდი. გადმოვაკოპირებ vertex-იდან და ჩავწერ აქ. თუმცა როგორც ხედავთ, პატარა პრობლემებია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს string. და მოითავ ნახოთ როგორ იწერება ეს string-ი. Well-da-yes. ეს იმუშავებს. ახლა ამან რომ კარგად იმუშავოს, დავწეროთ აქ new line-ები. აქაც. და ეს ჩვენი vertex source-ი აქ არის. ახლა გვინდა fragment source-იც. const-char pointer fragment source. და მოდი კოდი გადმოვიტანოთ აი აქ. და ესეც ასე. და როგორც წეგავქენთ, აქაც new line-ები დავჭირდება. რადგან ეს პირველი ეტაპი გავიარეთ, ახლა ჩვენ უნდა შევქმნათ შეიდერები OpenGL-ში და შემდეგ მივამაგროთ ეს vertex და fragment შეიდერის კოდი. მოდი ახლა გადმოვიდეთ და ნახოთ როგორ გესწრება ეს. ჩვეულებრივად assigned int-ის მეშვეობით ვქნით vertex shaders და ID გადმოვაქვს. გადავიდეთ აქ. დავწერ unsigned int vertex და fragment. შემდეგ გვინდა დავწეროთ vertex udris gl create shader. დავიწყე რომ ეს არის gl vertex shader. fragment-საც შეეხება, ეს იქნება fragment gl create shader gl fragment shader. და აქ შემოშალეთ სამპლერები კი არა, აქ უნდა დავწეროთ gl create shader. შემდეგი ეტაპი არის უკვე რომ მივუთითოთ ჩვენი კოდი. და შემდეგ კომპილაცია გავაკეთოთ ამ კოდის. როგორც აი პროგრამის ჩართვისაც კომპილაცია კეთდება მთლიანი პროგრამის და exe ფაილი იქნება C++-დან. ზუსტად აი ასე კომპილაცია გვჭირდება ჩვენი შეიდერების. ანუ დავწერ ახლა gl shader source. მივუთითოთ რა შეიდერია, ჯერ იყოს vertex-ი. მივუთითოთ რამდენი შეიდერი გვაქვს, არის 1 და შემდეგ მივუთითოთ ჩვენი source. ეს იქნება vertex source. ამ length-ს არ მივაწერთ, დავწერვა 0. ანალოგიურს გავუწერ ქვევით. gl shader source fragment 1 fragment source და 0. შემდეგ shader source-ების მითების შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომპილაცია. დავწერთ gl compile shader. მივუწიოთ ID. შეგვიძლია ასევე შევამოწმოთ იმუშავა თუ არა ამ ყველაფერმა. აი აქ პატარა ლოგირების გაკეთება შეგვიძლია. მოდი ამას მეც გავაკეთებ, გადმოვიტან აქ. vertex-ის შემდეგ გავწერ ამას. და აი ამ if block-საც გავწერ. ესაც გვაქვს success-ი, info log-ი გვაქვს და get shader IV-ში ვუთითებ ჩვენს vertex და ვუთითებ რა ტიპის ინფორმაცია გვჭირდება. ჩავწერეთ ეს success-ში და თუ success-ი არ გვაქვს, მაშინ დავწეროთ თუ რა პრობლემა შეგვექნა. ანალოგიურს გავაკეთებ ქვევითაც. უნდა გახო vertex მაგალითად გვექნება fragment.
და პრინციპში რა თქმა შეიძლება იფიქროთ, რომ მორჩით. თუმცა თუ ქვევით ჩავალთ, ეს შეიდერები ერთად უნდა შევფუთოთ. ჭირდება GL shader program. და shader პროგრამი რითი განსხვავდება შეიდერებისგან? პრინციპში არაფერთ. ერთი ის არის, რომ რაღაც შეიდერებს კრიპავს და ერთად ამოშევს. მაგალითად, შეგვიძლია vertex და fragment shaderi ერთად კონდეს მიბული. და ეს გამოსადეგარი, რადგან vertex shaderi შეჭდება fragment shaderi და ეს ასე. თუ ცალკე vertex shaderi გვინდა ეს ცალკე პროგრამა იქნებოდა და ასე შემდეგ. მოდი ახლა დავწერთ unsigned int program. და დავწერთ ეს პროგრამა უდრის GL create program. და ახლა დავლინკოთ ეს შეიდერები ამ პროგრამასთან. დავწერთ GL attach shader. მიუწიოთ პროგრამა და შემდეგ შეიდერი. ანალოგიური გავაკეთოთ fragments-ებს. და ბოლოს უკვე წერთ GL link program. და ეს უკვე OpenGL-ში გამზადდეს ამ პროგრამას გამოსახენებლად. და შეიძლება თითქმის დავასრულოთ. ეხლა არის უბრალოდ ეს პროგრამა უნდა გამოვიყენოთ. შეგიძლიათ ასევე success-ში ამოწმოთ, რაც ნებაყოფლობითია, თუმცა მე გიერჩევთ. და მივუთითოთ ჩვენი პროგრამა. ახლა კი ბოლო ეტაპი არის, რომ ეს პროგრამა უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ. და მოდი აქ დავწერთ. program წერტილი wizard GL use program. დავწეროთ მივუთითოთ ჩვენი ID. და იდეაში ეს უნდა იყოს, თუმცა თქვენ თუ ამას ახსნის, ზოგან გამოჩნდება სამკუთხედი, ზოგან არ გამოჩნდება. აი მაგალითად error-ი დაგვიწერა. თუ წავიკითხოთ ამ errors, წერია რომ fragment shader-ში ვერ შედგა კომპილაცია. თუმცა აი აქ წერია რომ GL position-ი ვერ ნახავ. ანუ ეს ნიშნავს, რომ fragment shader-ში ცდილობ ჩავდირთო vertex shader-ის კოდი. და მოდი გადავხედოთ ჩვენ კოდს და ნახოთ რა ხდება. აქ არის ჩვენი vertex და fragment კოდები და როგორც ვთქვათ, fragment source-შიც მიწერია vertex shader-ის კოდი. და შეიძლება შენიშნოთ თქვენ, თუმცა მე ვერ, ამიტომ მოდი თავბრუნდები აქ და გადავაწერ აი ამას. ზეცას. ლაკი ეს ყველაფერი ბჭყალებში მოვაქცეთ. და მოდი თავიდან ცართოთ პროგრამის ჩართვა. და უბრალოდ ერორები აღარ გვეს, თუმცა არც სამკუთხედი ჩანს. ხა ზოგან თქვენთან შეიძლება გამოჩნდეს, იმიტომ რომ ვიდეო კარტა ავტომატურად რაღაც მზადგამზადებულ shaders გვიქმნის თუ რაღაც ერორი მოხდა. თუმცა ჩვენ არ დაგვისულებია ჩვენ ამის გაკეთება. ერთადერთი პატარა ეტაპი დაგვრჩა და შემდეგ უკვე სად იქნება ყველაფერი. მოდი დღეს ვისაუბროთ vertex array object-ებს, ანუ VAO. რა არის VAO და რაში გვჭირდება? მაგალითად, ჩვენ ვიცით რომ გვაქვს ეს რაღაცა vertex buffer object, ანუ VBO. VBO-ში ვინახავთ vertex-ებს. რაც ძალიან მარტივია, ბევრი vertex-ი გვაქვს VBO-ში. და ამისთვის გამოყოფილი მეხსიერების ბლოკი. VAO კი ინახავს თითოეულ vertex buffer objects. ანუ შეგიძლიათ VAO წარმოიდგინოთ როგორც VBO-ების მასივი. წარმოგიდგენთ გვაქვს ეს VAO და VAO-ში გვაქვს VBO-ები, VBO1, VBO2, ასე შემდეგ. გვაქვს ეს ბლოკები. და თითოეულ VBO-ში არის vertex-ები. ანუ VAO-s მეშვეობით შეგვიძლია ერთად შევკრათ vertex buffer-ები და ქონდეს vertex buffer-ების ერთობლიობა. ან ზოგადად buffer-ების ერთობლიობა. ამიტომ ეს გვჭირდება, რომ გამოვიყენოთ ჩვენი სამკუთხედის დასახადად. ეს არის ბოლო ეტაპი. თუ გადავხედათ learn OpenJS, აქ არის პატარა გრაბა თუ როგორ მუშაობს VAO. აქ არის VAO, აქვს პატარა აქვს VBO-ები შიგნით და ატრიბუტებთან აქ პატარა პოინტერები. VAO შესაქმნელად პრინციპში როგორც ყველა buffer-ია ისე იქნება. გვაქვს ეს unsigned int ID-ს. გადმოვალ VBO-nt. unsigned int VAO. და დავწერ GL gen vertex arrays. ვეტყვი რომ ერთი vertex array მინდა შექმნა და მივუთითებ რომ მინდა VAO-ში ჩაიწეროს ID. დავაგენერირა ჩვენი VAO და მე bind-ი უნდა გავაკეთოთ ამ VAO-ს. ამისთვის დავწერ GL bind vertex array. და მივუთითებ ID-ს. ახლა, როდესაც მიმაგრებული მაქვს VAO, ნებისმიერი VBO შექმნის დროს ეს VBO მიებმება VAO-ს. ამიტომ ძალიან გამოსადეგარი რაღაცა არის.
შემდეგ კი როდესაც მორჩებით VAO-ს და VBO-ს შექმნას, უბრალოდ დავწერ GL bind vertex array 0 და 0 ნიშნავს, რომ არაფერი გვაქვს. ამიტომ მაგას გავაკეთებ vertex array-ს და ეს VBO-საც unbinds გავაკეთებს. ამიტომ როდესაც vertex IO-ს ვუკეთებთ binds, VBO-ს რაც აქ მივაგრებული, ისიც bind-ი გავუკეთებთ ავტომატურად. ჩამოვალ ახლა და უნდა გადავიდეთ ბოლო ეტაპს. ახლა რომ ჩართოთ არ იმუშავებს კიდე, თუმცა უბრალოდ იმიტომ რომ არ გვაქვს გაწერილი, რომ აქ უნდა დავხატოთ ეს სამკუთხედი. დასახატად ჩვენ გვჭირდება ესეთი ფუნქცია. GL draw arrays. დავწერთ GL draw arrays. დავწეროთ რას ვხატავთ, ეს არის სამკუთხედები და მე მივუთითოთ პირველი ინდექსი და ბოლო ინდექსი ვერტექსების. დავწეროთ რომ გვაქვს 0 და 3 ვერტექსი გვაქვს ყოველი ელემენტისთვის. უბრალოდ მოდი გადავხედოთ panem.docs.jl-ის დოკუმენტაციას. GL draw arrays. და ნახოთ რას გვიწერს. აქვს პარამეტრები mode first. და ვიწყოთ აი ჩვენი მასივიდან პირველი ინდექსი რა არის. და count-ი არის თუ აი რამდენ vertex დავხატოთ. 3 vertex-ი გვაქვს, 3 vertex ვხატავთ. და როდესაც ჩავართავთ, იდეაში აქ უნდა გამოჩნდეს სამკუთხედი, თუმცა რაღაცა მოხდა. და რა მოხდა? სანამ დავხატოთ, უნდა გავაკეთოთ VAO-ს bind. დავწეროთ GL bind vertex array. დავწეროთ VAO. და კიდევ ეს პრობლემა აქვს. ამიტომ მოდი გადავხედოთ რა ხდება. და მოვძებნე რაშიც არის პრობლემა. მოკლედ, ჩვენ დახატეთ დროს წმინდავთ ეკრანს, შემდეგ swap buffers ვაკეთებთ, ანუ რაც დავხატეთ იმას ვაჯერდეთ და მე ვხატავთ. ჩვენ უნდა დავხატოთ და მე უნდა გამოვაშინოთ ეკრანზე ყველაფერი. ამიტომ ეს პატარა პრობლემა გაგვეპარა. და თუ ჩავართავთ, გამოჩნდა უკვე ჩვენი სამკუთხედი.